მოგესალმებით ყველას. ეს ჩემი მეორე ჩართვა არის უკვე ნიდერლანდებიდან. მოგეხსენებათ 2012 წელს დღეს ცოტა მოკლედ 10 წუთში ჩავეტევით და მოკლედ გეტყვით იმ მოვლენების შესახებ, რაც ჩვენს გარშემო ვითარდება. მოგეხსენებათ 2012 წელს, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა სათავეში, ბატონი მაშინდელი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ თუ რომელიმე კომპანიასო ან ბიზნესმენსო შეექმნათ რაიმე პრობლემა, გამოდით და მარტო თქვითო. შესაბამისად ყველას გვეუბნა პრინციპში, რომ დამთავრდა ბიზნესის ეწოლა და ამ დროს უკვე ჩვენ დავიწყეთ ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვა. მარტო ჩვენ არა, ალბათ ყველას ესე ეგონა, რომ ბიზნესს აღარ შეეხებოდნენ და აღარ იქნებოდა ბიზნესის ეწოლა და დღეს რაც ხდება ახლა ჩვენს შემთხვევაში, ამან დაადასტურა, რომ სიტუაცია მიდის უკან და უბრუნდებით წინა მდგომარეობას. ლარის კურთთან დაკავშირებით უსმენთ დღეს მსჯელობენ თურმე, რომ სხვადასხვა ღონისძიებები უნდა გაატარონ, მაგრამ რეალური ღონისძიებები, რაც გასატარებელია, ამას არავის არ უხსენებია რატომღაც. მთავარი არის ბიზნესის ხელშეწყობა და ინვესტორების მოზიდვა და არა ჩვენი ბიზნესმენების გაქცევა საზღვარგარეთ და მათი ბიზნესების წართმევა იმ ზონდერ მოსამართლეების მხრიდან, რომლებიც 2005 წელს და ქართული ოცნება ეძახდა პირველ რიგში ამას, რომ ესენი არიან ზონდერ მოსამართლეები, ესენი აკეთებენ ესენი წერენ იქ, ესენი ესე იღებენ, ყველა იგივე დღეს არის, ხო? ესენი რამდენი საუბარი ხა ყველაზე არ არის საუბარი, რა თქმა უნდა, ბევრი შეიცვალა, ბევრი იძულებული იყო, ხა მაგალითად ის მოსამართლეც, რომ იმათ ჩვენზე მიიღო გადაწყვეტილება, ხო? გალბატონი ქეთევან კუჭავა 1.600.000 ლარი დაგვადო ყადაღა რაზე? Facebook-ის რეპორტის გამო, რომ გააუქმა გვერდი iTechnics. ორი სეტუდი გეტყვით, აქაც ვინც არიცით და ვინც ახლა პირველად მიყურებთ, დაიწყო ჩვენი საინამ გავიგეთ, რომ ვალერიან თერცოძის იყო ჩვენი კონკურენტი კომპანია. დაედო ჩვენს კომპანიას ყადაღა 1.600.000 ლარის. რა თქმა უნდა, მოულოდნელად აბსურდზე ჩვენ რა თქმა უნდა დავინტერესდით საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი და მივაგენით ვალერიან თერცოძეს. აღმოჩნდა, რომ ეს iTechnics კომპანია, ვისი მოთხოვნითაც ყადაღადეს 1.600.000 ლარი, რაღაც სისულელეზე Facebook-ის რეპორტზე არის ვალერიან თერცოძის კომპანია. მოვიწევთ ყველა ინფორმაცია და გვაქვს ფაქტები. მოგეხსენებათ ამ ბოლო დროს ყველა ძალიან ბევრი მტკიცებულება გამოჩნდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს გამოაქვეყნა დასკვნაც, სადაც დეტალურად აღწერილი და ყველა პუნქტი არის იქ, რა მუხლები დაარღვია ვალერიან თერცოძემ. ეხლა მე იურისტი არ ვარ, მაგრამ იურისტები ვინც ხართ, გადახედეთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან, ნახავთ, რომ ორი პუნქტი აქვს დარღვეული ვალერიან თერცოძეს და პირდაპირ ფაქტები დასტურდება ის, რომ მისი ვალერიან თერცოძეს პირადი ქონება სახლი თავის მიწის ნაკვეთით, რაც გააჩნია, ჩადებული აქვს iTechnics სასარგებლოდ. ასევე მის მამას, მურთას თერცოძეს, ჩადებული აქვს თავისი ქონება გირაუნდობაში iTechnics სასარგებლოდ ბიზნეს სესხზე საუბარი და ბიზნეს სესხი რომ მოგცეს, შენ ქონებას დებ ბანკში, რომ ბანკმა მოგცეს სესხი და შენ კომპანიას, ამ კომპანიას რაიმე პრობლემა რომ შეექმნას, ბანკი წაიღებს შენს სახლს, მიწას ყველაფერს და დარჩები გარეთ ქუჩაში. ეხლა მთავარი მოსამართლე ვალერიან თერცოძის ქონება და iTechnics წარმატება ან კრახი პირდაპირ დამოკიდებულია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და იმ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარეც არის ვალერიან თერცოძე. და რაზეა საუბარი ახლა? თუ კი ვალერიან თერცოძის სასამართლო ეხლა მიიღებს გადაწყვეტილებას იმ სისულელეზე, ეხლა მათ არ ეგონათ, რომ ჩვენ ამ სისულელეს ამას გავიგებდით, რომ ვალერიან თერცოძის იყო iTechnics, თორე ამას არ გაბედავდნენ. მაგრამ ეხლა რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ, რომ სასამართლომ თავისი ქმედებები უკან წაიღოს, გამოდის, რომ ჩვენ უჩვენებთ, რა თქმა უნდა, იმ ყველაფერზე და ძალიან დიდი პრობლემა შეექმნება კომპანია iTechnics. შესაბამისად, ყველანაირად ეცდება iTechnics, კი არა და მოსამართლე, რომ გამოიყენოს თავისი გავლენები თავისივე სასამართლოში, ისევე როგორც გამოიყენა იმ ყადაღაზე, რაც ჩვენ დაგვადო იმ სისულელეზე Facebook გვერდის გაუქმებაზე, ყველანაირად ეცდება, რომ გამოიყენოს თავის გავლენები და შეინარჩუნოს ახლანდელი პოზიცია ჩვენი ყადაღა. იმ სისულელეზე ისევ და მოგახსენებთ ამაზე უფრო დეტალურად, ცოტა მოგვიანებით. პრინციპში გეტყვით მოკლედ, რომ Facebook-ზე რეპორტი, მათი Facebook-ები ჩვენ დავარეპორტებთ, იმიტომ რომ ისინი წლების განმავლობაში, 4 წლის განმავლობაში ატყუებდნენ საზოგადოებას და ახლა არ გვიყვარს ხოლმე ზოგადად კონკურენტებთან ჩვენ რაიმე ტიპის ან დავა, ან რაღაც, მათი მიუხედავად იმისა, რომ არ იყო მათი ქმედებები მისაღები, ჩვენგან მოიპარეს ყველაფერი და ყველაფერზე ჩვენ მოგდებდნენ, ყველგან ჩვენს გვერდზე ხსნიდნენ მაღაზიებს, ყველგან ჩვენს აქციებს ითვისებდნენ, ყველა ჩვენს იდეას ითვისებდნენ, მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვეხებოდით აბსოლუტურად
ვიყავით ჩვენთვის მუშაობით და არც იმას არ ვაქცევით ყურადღებას, რომ Facebook გვერდზე თავისი მათი Facebook გვერდი გააკეთეს ისე როგორც App Store და ამით ატყუებდნენ მოსახლეობას, ქართველ საზოგადოებას ვერ ატყუებდნენ, იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის საქართველოში App Store არ არის. ჩვენმა მოსახლეობა. ძირითადად ტყუდებდნენ უცხოელი მომხმარებლები. ჩამოდიოდნენ, დაგუგლავდნენ App Store, უგდებდა ამ მაღაზიას. არ და App Store-თან იგივე შეხება აქვს ახლა AI Technics, როგორც თქვენ გაქვთ ან NASA-სთან, ან პენტაგონის საიდუმლო მასალებთან. გამომდინარე აქედან, ჩვენ უკვე როდესაც შეუძლებელი გახდა უკვე მათი ქმედებები და აუტანელი, მხოლოდ მაშინ მიმართეთ Facebook-ს და უთხრით, რომ ეს ყალბი გვერდი, ეს გვერდი რაც არის, გადაეხედათ, იყო თუ არა ნამდვილად App Store და ამის მიხედვით მიიღოთ გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, განიხილეს და გაუქმეს გვერდი, იმიტომ რომ არ იყო ხო ეს App Store და იტყუებდნენ, თქვენც მოგეხსენებათ, რა დაგირეპორტებიათ ალბათ გვერდი და Facebook-ს ან წაუშვი, ან არ წაუშვი, ან მიუღია რაიმე ზომები, ან არ მიუღია, იმიტომ რომ ჩვენ რო ვარეპორტებთ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვუქმებთ გვერდს, ჩვენ ვამხელთ დანაშაულში და მე შემდეგ Facebook იღებს გადაწყვეტილებას წაუშავს თუ არ წაუშავს. და აი ამაზე შეტანილი აქვს სარჩელი, რომ ჩვენ რო გვერდი დაურეპორტებთ და ამის გამო რომ გვერდი გაუქმდათ, ეს ჩვენი დანაშაული ყოფილა და ზარალი მიადგათ ამით და ამის ზარალის გამო დაგვადო მოსამართლე 1,600,000. ეხლა ხომ მიხვდით რომ როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ და სად არის აი ამ ქვეყანაში თუ არსებობს სამართალი და ეს ხო თქვენი ყველა ჩვენი საზოგადოების მთლიანად ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა. ეს ხო ნორმალური არ არის, ვინმე შეიძლება ეს ნორმალურად ჩათვალოს და ქალბატონი ქეთევან კუჭავა ეხლა მოგეხსენებათ რომ ესეთი გადაწყვეტილებას ახლა ყველას ეეჭვება, ყველა არავინ არ იჯერებს, რომ ქალბატონმა ქეთევან კუჭამ არ იცის რა არის Facebook-ის რეპორტი. და არ შეიძლება ახლა არ იცოდეს, რომ რეპორტი რომ Facebook-ზე რომ ვიღაცამ დაარეპორტა გვერდი, ეს იმიტომ დაარეპორტა, რომ Facebook-ი არ ღვევდა ალბათ კანონს. ნუ შეიძლება არ არღვევდა, მაგრამ თუ არ არღვევდა, არ წაუშლიდა Facebook-ი გვერდს. ხო, რადგან Facebook-მა წაუშალა, ეს იმას ნიშნავს, რომ სამართლიანად დავარეპორტეთ გვერდი და სწორი იყო, უნდა დავარეპორტებინა კიდევაც, რა თქმა უნდა. თქვენ გინახიათ, რომ დანაშაულის ფრხილება დანაშაული როდისმე ყოფილიყოს, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ესე მოხდა და თურმე ქალბატონმა ქეთევან კუჭამ დაიჯერა. სინამდვილეში კი არ დაიჯერა. სინამდვილეში მოხდა ის, რომ მას ყავს პატარა ბავშვი გასაზრდელი და დიდი ალბათობით სამსახურის დაკარგვის შეეშინდა, რა უნდა აჭამოს შემდეგ ბავშვს, ხო და მიიღო გადაწყვეტილება დაგვაყარაღა 1,600,000 ლარით. რადგან გაუშვებდა ცეცხლზე მაგას ხო სამსახურიდან. შესაბამისად, მე მინდა გითხრათ და იცოდეთ, რომ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ესეთ ქვეყანაში, სადაც მოსამართლე იღებს ესეთ გადაწყვეტილებას, აბსოლუტურად არაფერზე Facebook-ის რეპორტის გამო, სადაც ჩვენ არაფერს შუაში არ ვართ, ჩვენ ვიძახით და ჩვენ დავარეპორტეთ გვერდი, იმიტომ რომ ისინი ამას კანონს არ ღვევდნენ Facebook-ის წესებს და ეს დადასტურებულია იმითაც, რომ Facebook-მა წაუშალა მათ ეს გვერდი. შესაბამისად, აქ ჩვენი დანაშაული ნოლია, კანონდარღვევა ჩვენ არ ჩაგვიდენია, ზარალი თუნდაც მილიარდი მიადგეთ ამით. ეს არის მათი პრობლემა, იმიტომ რომ არ უნდა შეეყვანათ საზოგადოება შეცდომაში და თავად ის ფაქტიც ვერ რომ Facebook-მა ესეთი გადაწყვეტილება მიიღო, ნიშნავს იმას, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ მართლები ვიყავით და ამდენი ხნის განმავლობაში ნამდვილად გვაზარალებდა, როგორც ჩვენ ისე საზოგადოებას. ჩვენი მით გვაზარალებდა, რომ ჩვენი კლიენტები რამდენიმე მაღაზიიდანაც კი გასულა, რამდენიმე არა, ხშირი შემთხვევა ყოფილა მაღაზიიდანაც კი გასულა და შესულა იქ, რომ App Store გონებია, ნუ Facebook-ზე ნახა იქ ჩვენთან, რომ App Store არსებობდა თურმე აქ და წასულა და შესულა იქ სხვა მაღაზიაში. შესაბამისად, ამდენი ხანი შეცდომაში შეყავდათ მოსახლეობა და იმის მაგივრად, რომ ანუ გაღმა შეედავე, გამოგმა შეგცეს, რომ ჩვენ უნდა გვეჩილა ამისთვის წესით. თუმცა ჩვენ ახლა არასოდეს არ გიყვარს კონკურენტებთან დავა. და გამომდინარე აქედან ჩვენ არ ავყევით მათ. თუმცა უბრალოდ აუტანელი იქიდან გახდა მათი ქცევები, არ ვაქცევით ყურადღებას ამ App Store-ი რო ეწერათ ამას Facebook გვერდზე. იმის შემდეგ გახდა აუტანელი, როდესაც უკვე მათი ერთ-ერთი მენეჯერი შაკო დემეტრაშვილი გამოვიდა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო ჩვენზე. სარეკლამო კლიპის გამო, როგორც უკვე გითხარით, რომელიც ჩვენ გადავიღეთ ტერაქტის შემდეგ 1-2 პარიზის ტერაქტების შემდეგ 1-2 კვირის თავზე. ნუ სრულიად უწყნარი კლიპი იყო, მაგრამ სხვანაირად გამოვიდა და საზოგადოების ისეთი რეაქცია მოყვა ნეგატიური, ეს გამოიყენეს ცუდად და განაცხადეს, რომ Apple-ის სახელით ბოდისუფლდნენ სრულიად საქართველოს საზოგადოებას. ნუ ეს გახდა უკვე იმის მიზეზი, რომ ჩვენ ამდენი ვეღარ მოვითმენთ, ახლა ამდენი ხანი იპარავენ სახელს, ამდენი ხანი ატყუებენ საზოგადოებას, ამდენი ხანი ჩვენი მომხმარებლები შეყავთ შეცდომაში და აი ახლა უკვე Apple-ის სახელით საუბრობენ, ხო? თავს ამის უფლებასაც კი აძლევენ. ნუ შესაბამისად ახლა ჩვენ
დავარეპორტეთ მისი გვერდი და უთხარით ეფს რომ ეს ვინ არის კაცო ესტორია მართლა თუ რა არის. შესაბამისად წაუშალის გვერდი. ეს იყო ის რაც მოხდა. თუმცა იმის შემდეგ როდესაც ჩვენ გავიგეთ რომ ეს მისი ქონდება ყველაფერი ავტომანქანა პირადი ავტომანქანა თავის მზღოლით გამოუყო iTechnics ვალერიან ცერცოძე ის ავტომობილი რომელიც ჩვენი ფულით დაიქირავა ჩვენ დაუქირავეთ საზოგადოებამ ვალერიან ცერცოძეს რომ გვემსახუროს ჩვენ რამდენიმე კვირით დაუთმო გუდაურში iTechnics და წავიდნენ და iTechnics საზოგადოებამ თვითონ კლიპს ამაზეც კი ვალერიან ცერცოძემ არ აღიარა სანამ ჩვენ ნუ პრინციპში ახლა იმის მერე აღარც აუღია ტელეფონი ჟურნალისტებს აღარ პასუხობენ მინდა გითხრათ არც ერთ ჟურნალისტს აღარ პასუხობს ვალერიან ცერცოძე მიუხედავად იმისა თავიდან სანამ ჩვენ გამოვარკვევდით ამის ყველა დანაშაულს ინტერვიუზე აძლევდა ბევრი ინტერვიუა მისი თუმცა ახლა დაემალა უკვე ჟურნალისტებს პირდაპირ არც ერთ ჟურნალისტს აღარ პასუხობს მაღაზიაში iTechnics-ში კარებები ჩაუკეტეს ჟურნალისტებს აღარ უშვებენ არც ერთ ჟურნალისტს რაღა უნდა უთხრან ახლა რომ მაგრამ ფაქტები გვაქვს უკვე ხო ამონაწერებია საჯარო რეესტრის პირდაპირ ჩანს რომ მისი ქონება ვალერიან ცერცოძის მისი მამის ჩადებულია iTechnics-ის სასარგებლოდ და რაღა უნდა თქვან არ არისო ჩვენიო ეს უნდა თქვან ეს ტყუილიაო გაყალბებულია საჯარო რეესტრი ამას ხო არ იტყვიან შესაბამისად ხო არ იტყვიან შეიძლება თქვან ახლა ყველაფერს თქვან შეუძლიათ მაგათ სინდისი არ აწუხებთ მაგათ ყველაფერი შეუძლიათ რაც გააკეთეს იმის მიერ ახლა ყველაფერზე წამსვლელები არიან ოღონდაც როგორმე აქედან გამოწვენ მათ ხო არ იცოდნენ რომ ჩვენ ამას გავიგებდით ესე იგი გარდა ამისა რომ ავტომობილიც უკვე აღმოჩნდა ესეც ის რა ქვია ეს თავისი ქონება მამამისის ქონება ჩადებულია ბანკში მისი ვალერიან ცერცოძე და მისი მეუღლის მეგობრები ავრცელებენ სრულ ინფორმაციებს შექმნის ყალბი გვერდები Facebook გვერდზე მათ ყურა iPhone Plus-ები რამდენიმე Apple-ის მომხმარებელთა საზოგადოება რომელი Apple-ის მომხმარებელთა საზოგადოება არიან ეგენი თუმცა მთელი გვანცამი ქუჩაძის ვალერიან ცერცოძის მეუღლეზე საუბარი მთავარი მოსამართლის ყველა მეგობარი დილიდან საღამომდე ზის აი ამ Facebook-ის გვერდზე და ეწევა ჩვენს ანტიპიარს ესე ვთქვათ თითქოს iPhone Plus-ში ყიდეს ტელეფონები და გაუფუძნეთ ეს გვანცამი ქუჩაძის მეგობრებია ყველა ვალერიან ცერცოძის ცოლიც და ვალერიან ცერცოძის მეგობრებიც ანუ ზოგი მეგობარი ორივესი და ვალერიან ცერცოძე და გვანცასი ზოგი მხოლოდ გვანცასი დანიშნული ყავთ დირექტორად ვალერიან ცერცოძის ცოლის ძმა მინდა გითხრათ ახლა ეს ადამიანი არის კარგი მოკეიფე, პურის ჭამლებს კანწი უნდა ეჭიროს ხელში და ისე ამბობდეს სადღეგრძელოებს ახლა ბიზნესის ახლა მას არაფერი არ გაიგება ახლა ძალიან გაუგებარ სიტუაციაში და მდგომარეობაში ჩააგდეს ეს ადამიანი დაუწერენ რაღაც ფურცლებს გამოდის კითხულობს თვითონაც არის ის კითხულობს რას ლაპარაკობს თვითონაც არის ის ესეთ მდგომარეობაში ესეთ გაუგებრობაში მოყოლეს რა ბიზნესი რის ბიზნესი ორბაც ვერ ჩავარებს ადამიანი აგერ ჩვენს მოწოდებლებთან ვიყავით მე ჩვენ თვითონ შევესწარით 100 ტელეფონით 90 ტელეფონით პირდაპირ წხვეწინა აცალეს ადამიანს კომპანიის ტელეფონები რომელიც ჩვენ მომწოდებლებთან იყიდა რა თქმა უნდა იმიტომ რომ ჩვენგან გაიგო ინფორმაცია ჩვენგან გადაიღეს ყველაფერი ხო მოგეხსენებათ ჩვენი კომპანიიდან წასული თანამშრომლობის მიერ არის გახსნილი ეს მაღაზია ეს iTechnics და ყველაფერი ჩვენგან აქვს მოპარული შესაბამისად მომწოდებებსაც ჩვენსაც დაადნენ და ზუსტად ვიყავით ჩვენს მოწოდებლებთან ერთად და მოვიდნენ ესენი და შეიძინეს iPhone-ები 90 ცალით იყო თუ 80 ცალით თუ 100 ცალით სადაც აი ამ რაოდენობის ზუსტად არ ვიცი და პირდაპირ წხვეწინაა არის ხო ესე იგი ამ ადამიანს ორბაც ვერ ჩააბარებდა რომელ კომპანიის დირექტორობაზე საუბარი ეხლა მეორე ის დაშფატურა ის რო ყავთ თუ ჩიტირეკი არის იურისტი ვალერიან ცერცოძის ბიძაშვილი სხვადასხვა გიორგი ცერცოძე იმას საერთოდ კომენტარს არ გავაკეთებ ხან ეს უწერს ტექსტებს და ხან გვანცამი ქუჩაძე ანუ ვალერიანის ცოლი უწერს ტექსტებს და გამოდის და რაღაცებს კითხულობს ესე იხედება კითხულობს დაანებეთ ამ ადამიანს თავი კაცო დაანებეთ ყველაფერი ნათელია ჩვენ საზოგადოებამ ყველაფერი ვიცით მოგახსენებთ ახლა რა კომენტარი გააკეთე ახლა რა კომენტარი უნდა გააკეთოს ამის მერე როცა ფაქტებს ავაფარებ წინ და შესაბამისად ჟურნალისტებს აემალებიან აგერ გაჩვენებთ ახლა წინაზეც გაჩვენებთ მაგრამ კიდევ გაჩვენებთ ვინც არ ნახეთ რა კომენტარი გააკეთა ვალერიან ცერცოძის დირექტორმა ცერცოძის ბინა იყო იპოთეკით დაკავშირებული iTechnics-ის სასარგებლოდ 2016 წლის მაისამდე. ეს უკვე როგორც ხედავთ, სრული აბსურდის თეატრი არის. აგერ ხოთავად ნახეთ აბსურდის თეატრიო. აგერ არის ფაქტები. ამონაწერები არის აგერ საჯარო რეესტრის უტყუარი, რომელსაც ვერაფერს ვეღარ უზავს.
თქვენ შეგიძლიათ ახლა კომპიუტერში არ ჩანს, აქ მე არ მაქვს იმის საშუალება პრინტერები ვერ მობილიზება ვერ გავაკეთებ, წერილს რომ ამოგიბიჭდოთ ეს ყველაფერი და გაჩვენოთ. შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ შევძანოთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს საიტზე და თავად ნახოთ ეს, თავად ამობეჭდოთ და ნახოთ. რომ სადაც ჩანს რომ ვალერიან ცეცხლაძის ქონება ჩადებული არის აი ტექნიკის სასარგებლოდ და ასევე მისი მამის ქონება ჩადებული არის აი ტექნიკის სასარგებლოდ. ვალერიან ცეცხლაძის ავტომანქანა ჩვენ გამოვითხოვთ ჩინეთის განსაკუთრებულ სამინისტროდან ინფორმაცია და დასტურდება რომ ვალერიან ცეცხლაძის არის ეს ავტომობილი, ვალერიან ცეცხლაძის კი არ არის სახელმწიფოსი, ანუ ჩვენი საზოგადოების ფულით არის მასზე ეს იმით რა ქვია სამსახურეობრივად მიკუთვნებული დროებით სარგებლობაში. თუმცა როგორ იყენებს, რისთვის იყენებს, ხედავთ ხომ, ანუ თავისი კომპანია აი ტექნიკისთვის კლიპებს იღებს გუდაურში, თვითონ დადეს ტაქსით და ეს ადამიანი შემდეგ იძახის რომ მე არ ვარ კავშირშიო და ამასაც გაჩვენებთ. პირველ რიგში გაჩვენებთ რომ ეს არის ძღოლი, ვალერიან ცეცხლაძის ძღოლი, თუ ჩანს. ვალერიან ცეცხლაძის ძღოლია, რომელიც გვერდზე ისინი ფიფქიები, ანუ სნეგურაჭკებს რო ეძახიან. ესე უდგას ეს გვერდზე ეს ფიფქიები და იღებენ კლიპს ვალერიან ცეცხლაძის ავტომანქანას და ვალერიან ცეცხლაძის ძღოლის. ძღოლი არის ეს. და აი ტექნიკისთვის იღებენ კლიპს. ეს კლიპი ძდევს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს გამოქვეყნებულ დასკვნაში და შეგიძლიათ ნახოთ. აი ესეთი ადამიანები დირექტორი ყავთ, ეს ხო გითხარი, როგორც გითხარით, უბრალოდ გაუგებრობაში მოყოლილი ადამიანი ხარ. ძალიან ჯიგარი ადამიანია, პულსჭაბელი, მოკეიფე და ჩააგდეს ესეთ გაუგებრობაში, გამოიყვანეს და ალაპარაკებენ, დაუწერეთ ტექსტებს და ალაპარაკებენ რაღაცებს, ნუ თვითონაც არის ის რას ლაპარაკობს. როგორ გაატარეს ის ტელეფონები, რომლებიც მოპარეს კიდე, ეგეც საკითხავია ბუღალტერიაში. და საერთოდ იცის თუ არა ცეცხლაძე, ეგეც საკითხავია გააგებინა თუ არა. მინდა გითხრათ რომ დღეს გავუგზავნეთ წერილი ჩვენ საქმის სააპელაციო შეგადასული ყადაღის თემაზეა საუბარი 1,600,000 რო დაგვადეს ყადაღა ჯერჯერობით 1,600,000 ახლა მოიტყვეს 300 რაღაცაზე შევამცირეთო მოთხოვნა კი გააგზავნეს მე შეეშინდათ 1,600,000 ხალხი რო ამოქეკავდა რო გავიგეთ ვალერიან ცეცხლაძის იყო უკვე შეეშინდათ და მოთხოვნა კი გააგზავნეს შემცირებაზე მაგრამ ჯერ ხო სააპელაციომ უნდა ჩაიაროს რომ შემცირდეს ჯერ არ შემცირებულა ჯერ ისევ 1,600,000 თუმცა ახლა ვალერიან ცეცხლაძის სასამართლო ამას საბოლოოდ არ გააუქმებს, იმიტომ რომ ეს სულ გააუქმოს და თქვას რომ ეს Facebook-ის იმაზე, რაც სისულელზეც დაგვადეს, ხომ მოგახსენებთ უკვე და ხო ყველა ხვდებით რაზეც დაგვადეს და რატომაც დაგვადეს ყადაღა. ეს რო გააუქმოს, ჩვენ მეორე დღესვე რა თქმა უნდა უჩილებთ აი ტექნიკს და იმ ზარალს, რაც მოგვაყენა მართლა ავა იმ თანხაზე, რაც თვითონ დაგვადეს და შესაბამისად ვალერიან ცეცხლაძემ მთელი მისი ოჯახით გარეთ დარჩებიან, იმიტომ რომ ბანკი კომპანიის რო პრობლემა შეექმნება, ბანკი წაართვებს მთელ ქონებას, ხო? ხო და საერთოდ ახლა ამ ადამიანმა არ გამოიყენოს თავისივე სასამართლოში, სააპელაციოშია საქმე და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა ეს ადამიანი და ახლა არ გამოიყენებს თავის ბერკეტებს, რომ როგორმე თავისი ქონება შეინარჩუნოს, იმიტომ რომ საფრთხე ექნება მის ქონებას იმ სისულელზე ყადაღადა და გავაკოტრა კომპანია ამდენი გვაზარალა და ახლა უკვე ეშინია რომ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისად მეტი გზა არ აქვს, ახლა ერთ-ერთი გამოსავალი რჩება რომ მიაწვეს პირველ ჩვენებას, ესე ვთქვათ. მაგრამ არ გამოუვა ეს როდემდე იქნება ვალერიან ცეცხლაძე ახლა. მე მინდა უთხრა ახლა ამ მთავრობას რომ აი ამ ლარის კურსთან დაკავშირებით ეს გაწამაწია რო გაქვთ და ბიზნესმენები ქვეყნიდან გარბიან. იმის მაგალითად რომ ინვესტორები შემოიყვანონ და დასტაბილურდეს რა ლარი. მე რომ ბატონ ბიზნეს არ ეთქვა რომ და მართლა არ დაგვეჯერებინა ჩვენ რომ მართლა ბიზნესმა დაისვენა და აღარავინ აღარ შეეხებოდა ბიზნესს. ჩვენ ფულს რაღაცა ორი კაპიკი ქონდა თუ რაღაცა ახლა ბატონ ბიზნესთან შედარებით წავიდებით და სხვაგან ჩავდებით, ცოტა გვექნებოდა შემოსავალი, მაგრამ სტაბილური, ხო? მაგრამ ჩვენ დაუჯერეთ ბატონ პრემიერს და ჩავდეთ საქართველოში ფული. და ახლა გვართმევს თქვენი ცეცხლაძე, რომელიც ადრესონდერი იყო და ახლა თქვენია. და იქნებ მიხედოთ ამ ადამიანს. თუ ამ ადამიანს თქვენ არ მიხედავთ, ძალიან ცუდად შემოგიტრიალდებათ ეს ყველაფერი. არც ლარი დასტაბილურდება, არც ერთი ბიზნესმენი აღარ შემოვა ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ესე რო გავიკეთებთ, ახლა გავჩუმდებით და არ ვიტყვით. მთელ ევროპარლამენტარს გავაგებინეთ, ყველა ევროპარლამენტარს გავაგებინეთ ამას რაც გავიკეთეთ, იმიტომ რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს, იქნებ ყურები შეიბერტყოს ვიღაცამ, მერე ჩვენს ქვეყანაში რომ ეს ამათ მოუღონ ბოლო, ამათ რაღაც ხომ უნდა მიხედოს ვიღაცამ ამ ადამიანებს, ხო? ესეთი უკანონობა და ესეთი უსამართლობა ეს არის მთელი საზოგადოების დამცირება, თვალებში ნაცრის შეყრა. ესენი ადამიანებს და საზოგადოებას უყურებენ როგორც რაღაცა ისეთ ძალიან დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანებს, რომლებიც ვერ გაერკვევიან იმაში, რას ნიშნავს Facebook-ის რეპორტი და ამაზე კომპანიას
Facebook პირო დაგირეპორტა და Facebook რობერტი წაგიშალა, ამის გამო რომ 1,600,000 სადებ ყადაღას. ესე იგი რა გამოდის, ანუ დანაშაულში აღარ უნდა ამხილო ადამიანი, კაცი რომ მოკლას ახლა ვიღაცამ, არ უნდა თქვა თქვენ რომ ეს კაცი ისაო, ამან მოკლაო, იმიტომ რომ ციხიდან რომ გამოვა ის კაცი. თქვენ შეიძლება დაგიჭირონ, მაგრამ აი ამან ამხილა და ამიტომ დაიჭირეს რომ ეს ადამიანიო. ანუ განა იმას კი არ გამოიწიებდეთ რომ იმან რომ მოკლა, რატო? ანუ აი ესეთი რაღაც მოხდა რა. ანუ ხომ მე მგონი ყველა ხვდებით ახლა უკვე სამჯერ ახსნა არც იყო საჭირო, ალბათ მივხვდით რაც მოხდა და რაც გავიკეთა. შესაბამისად ახლა ჩვენ გვინდა დავიჯეროთ რომ ახლა პრემიერის მეორე წერილი გავუგზავნეთ უკვე და გვინდა დავიჯეროთ რომ განიხილავენ ამ თემას და აი ეს ცერცოზე ხვალზე გაღარ იქნება უკვე ამ თანამდებობაზე, იმიტომ რომ ჯერ ერთი წინა გამოსვლაში ვთქვი რომ თვითონ უნდა გადადგეს ეს ადამიანი თუ სინდისის შერჩენია და ვიღაცა მაინც იფიქრებს რომ კარგი მიხვდა თავის დანაშაულს და გადადგა ადამიანი. როგორც ჩანს ახლა თავის ეს ადამიანი გამის გამკეთებელი არ არის და ერთადერთი ახლა პრემიერ-მინისტრს კიდე არ უჯერებენ, აგერ მიმართა ეხანდელმა პრემიერ-მინისტრს და არ უჯერებენ. იმის მაგივად რომ პროკურატურას გამოძიება დაიწყო ვალერიან ცერცოძის წინააღმდეგ, ჩვენთან დაიწყეს რაღაცების ქექვა. შესაბამისად, მე არ ვიცი ხა რა ეშველება ამ ქვეყანას, იმიტომ რომ აშკარაა და ფაქტია რომ ეს ადამიანი ჭირდებათ თავრობას და სახელმწიფოს, ეს ადამიანი რაღაცაში ჭირდება და იყენებს და ამიტომაც ასეთ დანაშაულებებს პატიობს და დღეს ჩვენ ვართ ხოლმე სხვა იქნება რიგში სხვა რომელი ბიზნესი გინდა შემოგივიდეთ საქართველოში, მე არ ვიცი. ჩვენ დღეს მივმართეთ სააპელაციო სასამართლოს, ვალერიან ცერცოძის სააპელაციო სასამართლოს, რომ ეს საქმე გადაიტანონ ქუთაისში. რადგან მოგეხსენებათ ვალერიან ცერცოძე ეს ყადაღა რომ გააუქმოს ის სისულელი რაც დაგვადო 1,600,000 ლარი. რა თქმა უნდა რომ ჩვენ ვუჩივლებთ, იმიტომ რომ 1,600,000 ლარი რო დაგვადო ყადაღა ძალიან ბევრი ვიზარავთ უკვე. საცავალთ უკვე მაგთან ხაზე რაც დაგვადეს. რაც თვითონ მოიგონეს. ოღონდ ჩვენ რეალურ ზარალი გვაქვს უკვე ფაქტობრივი. და არა ის სისულელი Facebook-ის გაუქმებაზე რო დაგვადეს. შესაბამისად, მისი ქონდება საფრთხეშია ვალერიან ცერცოძის, იმიტომ რომ მათ სასამართლომ რო ეს ყადაღა გააუქმოს, ჩვენ ვუჩივლებთ, იმიტომ რომ ჩვენ გამართლებული გამოვდივართ, ჩვენ ვუჩივლებთ და დაკარგავს მთელ თავის ქონებას, იმიტომ რომ ჩვენ რო ვუჩივლებთ, მოვიგებთ, იმიტომ მოვიგებთ, რომ ჩვენ უშუალო მტკიცებულებები გვაქვს და ვინც არ უნდა იყოს სასამართლოში კი ამას ვერ გაექცევიან ჩემი აზრით და ვალერიან ცერცოძე დიდი ხანი აღარ იქნება მან და დიდი ალბათობით ის დაკარგავს მთელ თავის ქონებას. ამიტომ ის ეცდება ყველანაირად რომ დაიცვას ეს თავისი საკუთრება ესეთი უკანონო გზებით. ის იგი მიჩვეული იყო წლების განმავლობაში წართმევას, ართმევდა სხვადასხვა ბიზნესს, რამდენი ბიზნესმენი აი ჩაწერეთ სტატიები და ნახავთ Google-ში, დაგუგლეთ ვალერიან ცერცოძე და ნახავთ რა გაუკეთებია ამ ადამიანს. იგი 2005 წლიდან არის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და უამრავი ესეთი მაქინაციები აქვს გაკეთებული. და არის ამაზე ფაქტები და მე დაგისახელებ წინა ჩემს ინტერვიუში ეს დეტალები. შესაბამისად, ახლა ჩვენ გვინდა რომ გადავიტანოთ ჩვენი საჩივარი, ჩვენი სარჩელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ახლა იქაც არ გვაქვს ჯერ არ ვიცით არ არის ცნობილი ჩვენთვის რა კავშირები აქვს მას ქუთაისთან, თუმცა არც ის არის გამოიწყული, იქაც ხონდეს რაღაც ფესვები გადმული ამ ადამიანს, იმიტომ რომ უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონმა გვენეტაძემ მიმართა იმას რა ქვია იუსტიციის საბჭოს ეთიკის დეპარტამენტს იმ ორი მუხლით ჩადენილი დანაშაული რო ვალერიან ცერცოძის ამის გამოძიებაზე. მაგრამ როგორ უნდა გამოიძიოს ხა ვალერიან გავაშელმა იმის რა ქვია ეთიკის საბჭოს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვალერიან ცერცოძის წინააღმდეგ რაიმე საქმე, როდესაც ეს ვალერიან გავაშელის ბავშვის ნათლია, მეჯვარე და მეგობარი არის ეს ვალერიან ცერცოძე. და როგორც ერთ-ერთმა ბიზნესმენმა გითხრა ჩვენ აგერ რამაზ გაგნიძემ, ბატონმა რამაზ გაგნიძემ, მას ორივე ამ ადამიანებმა ორივე ერთად წაართვეს ბიზნესი და როგორც ის აცხადებს, ესენი თანამზრახველები არიან. შესაბამისად, მეგობრები თანამზრახველები, ბავშვის ნათლია, მეჯვარე და ამდენი ხის მეგობარი თავისი მეჯვარის წინააღმდეგ ხადგება და რაიმე ზომებს მიიღებს, მაქსიმუმ 10 დღის ხელფასი დააკლოს. და ვითომ რაღაც ზომები მიიღო ამ კუთხით და სინამდვილეში ამას ეკუთვნის არა მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლება, არამედ სისხლის სამართლის აღზრდა და ის ბოროტად მის რა ქვია თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით რის იმედით ჩვენ ახლა ამ ეტაპზე არ გვაქვს. ჩვენ არ ვიცით ახლა ვინ იღებს გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ აგერ პრემიერი ფაქტია პრემიერს არ დაუჯერეს. მაგრამ ქვეყანა საგანგაშო მდგომარეობაშია ნამდვილად. ვნახოთ როგორ გამithარდება მოვლენები.
ამ ეტაპზე ჯერჯერობით არაფერი არ შეცვლილა. ამ ეტაპზე ჩვენ ისევ ყადაღებადებს 1.600.000, ამ ეტაპზე ეს უსამართლობა ისევ გრძელდება, ვალერიან ცერცვალზე ისევ თანამდებობაზეა. კიდევ ბევრი რამე მაქვს სათქმელი, თუმცა არ მინდა ახლა თავი შეგაწყინოთ, ესე ვთქვათ, მომავალში კიდე ჩავერთობით და რაიმე სიახლე თუ გვექნება ჩვენს საქმესთან და ქვეყნის მდგომარეობასთან შესაბამისად და ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებით აუცილებლად ჩაგერთობით და გააგებინებთ სიახლეს. მადლობთ, კარგად გრძანდებოდეთ.